Ელოდება ეკონომიკას, როცა ქვეყანას ანტიდასავლური და სანქცირებული რეჟიმი მართავს. Თავისუფალი ქართული ბიზნესის შეკრება და განცხადება, რომელსაც 2005-მდე ხელმომწერი ყავს. Რა დამანგრეველ შედეგს მოუტანს საქართველოს არსებული კრიზისი, რომელიც ღრმავდება. Რას ამბობს ბიზნესი, გიორგი კვიჟინაძე ჩაგვერთვება პირდაპირ ეთერში, ის ესაუბრა ბიზნესმენებს და მთავარ გზავნილებს გადმოგცემს. გიორგი. Ლახო, ვითარება რომ რთულია და საგანგაშოა, სწორედ ამაზე ამახვილებენ ბიზნესის სფეროს წარმომადგენლები დღევანდელ შეხვედრაზე ყურადღებას. ჩვენ ვესაუბრეთ ბიზნესმენებს, იმ კომპანიების წარმომადგენლებს, რომლებმაც ხელი მოაწერეს თავისუფალი ბიზნესის განცხადებას, რომლის მიხედვითაც ისინი უერთდებიან მოთხოვნას ხელახალი არჩევნების ჩანიშვნასა და პოლიტპატიმრების გათავისუფლებასთან დაკავშირებით. Როგორც ბიზნესმენები აცხადებენ, ქვეყანაში არის მძიმე პოლიტიკური კრიზისი შექმნილი და ამ კრიზისიდან გამოსავლის ერთადერთი გზა, უალტერნატივო გზა არის სწორედ ხელახალი არჩევნები. წინააღმდეგ შემთხვევაში საქართველოში იქნება მძიმე პოლიტიკურ კრიზისთან ერთად მძიმე ეკონომიკური კრიზისით, შესაბამისად დაზიანდება ქვეყნის ეკონომიკა. ასევე ისინი საუბრობენ ლარის გაუფასურებასთან დაკავშირებითაც და საერთაშორისო ინვესტიციების შემოზიდვასთან დაკავშირებითაც. ბიზნესის სფეროს წარმომადგენლები მოუწოდებენ ოლიგარქი ივანიშვილს და მის პარტიას, რომ დროულად ჩანიშნოს ხელახალი არჩევნები, რადგანაც წინააღმდეგ შემთხვევაში ქვეყანაში ვითარება ეკონომიკური მიმართულებით უფრო გაუარესდება და დამძიმდება. იმას, რასაც საქართველოს უახლოეს ისტორიაში 30 წლის განმავლობაში აშენებდა, იმის შემდეგ, რაც ქვეყანამ დამოუკიდებლობა მოიპოვა, დღეს ეს ყველაფერი დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. კარგავთ სტრატეგიულ პარტნიორებს, კარგავთ სტრატეგიული განვითარების შესაძლებლობას და შესაბამისად თვით იზოლაციაში ვარდებით. და ეს ძალიან მარტივად გასაგები არის ალბათ თითოეული ქვეყნის მოქალაქისთვის, რას ნიშნავს თვით იზოლაცია განვითარებული სამყაროდან ყოფნა მარტო და აქედან გამომდინარე უკვე შედეგები ძალიან თვალსაჩინო არის. აქ ბიზნესის განვითარებაზე, ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის გამოსწორებაზე და ასე შემდეგ უბრალოდ ლაპარაკიც კი ზედმეტი არის. ფაქტია, რომ ქვეყანაში არის ღრმა პოლიტიკური კრიზისი და პოლიტიკური კრიზისი და ეკონომიკური კრიზისი ერთმანეთისგან ვერ იქნება განცალკევებული და ჩვენ შეიძლება ითქვას, რომ შევედით ეკონომიკურ კრიზისშიც, რაც უკვე რამოდენიმე თვის შემდეგ აისახება კონკრეტულად საქართველოს მოქალაქეებზეც და თითოეულ ბიზნესის წარმომადგენელზეც, თუ ხელისუფლებად წოდებული ჯგუფი, რომელიც ქვეყანას ახლა მართავს და კრიზისში შეყავს უფრო და უფრო ღრმად, გააგრძელებს ისევე ხალხის ინტერესების და ხალხის ხმის არმოსმენას და საერთაშორისო იზოლაციისკენ ქვეყნის სვლას. ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ციფრები უფრო გაუარესდება და დამძიმდება სიტუაცია. ის განცხადებები, რომ საუბრობენ, ყველაფერი კარგად იქნება, ეს ერები განცხადებები და განცხადებები, როდესაც საუბრობენ, თუ ჩვენი კანონები არ მოგწონთ, წესები არ მოგწონთ, წადით ქვეყნიდან, ეს ჩვენთვის შეურაცხყოფელი რისი ბექგრაუნდით საუბრობენ, რომ მომავალი წელი ამდენი წარმატება გვექნება. ჩვენით, მეგობრებო, ის რომ დღეს პარლამენტი ხელფასს იმატებს და ჩემთვის გაურკვეველია რა ფორმულით რატომ მოიმატეს და როგორ არის, ჩვენ ხარჯზია. ჩვენ ვიხდით უშველებელ თანხებს ბიუჯეტში. თვლი რომ ბიზნესისთვის ძალიან მნიშვნელოვანია იცოდეს ის რისკები, რასაც რეალურად ჩვენ ვხედავთ ანალიზის შედეგად, იმ პოლიტიკური გამოწვევების ფონზე, იმ იზოლაციის ფონზე, რაშიც დღეს საქართველოს ყვება, რა შეიძლება კონდეს პრობლემები ეკონომიკას, კურსს, ინფლაციას. უკვე თითქმის 2 თვე არაც ქვეყანაში მძიმე პოლიტიკური კრიზისია და პოლიტიკურ კრიზისთან ერთად უკვე დაიწყო ქვეყნის ეკონომიკას მნიშვნელოვანი რყევები. ძირითადად ბიზნესის წარმომადგენლები საუბრობენ ტურიზმთან დაკავშირებით, რადგანაც მნიშვნელოვნად არის შემცირებული ტურიზმი საქართველოში. გარდა ამისა, შემცირებულია საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებიდან თანხების შემოდინება. ასევე ბიზნესის წარმომადგენლები საუბრობენ
სანქციებთან დაკავშირებითაც და იმ ფონზე თუ ქართული ოცნება გააგრძელებს იმ პოლიტიკას, რაც დღემდე აქვს, ამ შემთხვევაში ქვეყანა მოექცევა სრულ იზოლაციაში და ის მნიშვნელოვანი ფაქტი, რომელიც არის ქვეყნის ეკონომიკურ ჰაბად გადაქცევა, ეს ასე აღარ იქნება და ასევე ცენტრალურ აზიასა და ევროპასთან დამაკავშირებელი დერეფანიც ვეღარ იქნება. საქართველოს რაც მიგვიყვანს იმ შედეგებამდე, რომ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა დაკარგავს მილიონობით შემოსავალს და სარგებელს. ბიზნესის სფეროს წარმომადგენლები აცხადებენ, რომ გარდა იმისა, რომ ქვეყანა შეექმნება მნიშვნელოვანი პრობლემები სანქციების დაწესებით, არავის აღარ მოისურვებს, რომ შემოვიდეს ქვეყანაში ინვესტიციით, რადგანაც ამ ქვეყნის ხელისუფლება და მათი წარმომადგენლები იქნებიან სანქცირებულები. ბუნებრივია, ეს კი უარყოფითად და საგანგაშოდ აისახება ქვეყნის განვითარებასა და ეკონომიკაზე. ქვეყნების ამერიკის, ევროკავშირის, დიდი ბრიტანეთის უპირველეს ყოვლისა სანქციები ნებისმიერი ეკონომიკური აქტორის წინააღმდეგ და არა ეკონომიკური აქტორის წინააღმდეგ საქართველოში არის უაღრესად სახიფათო და საშიში საქართველოს ეკონომიკისთვის განურჩევლად ვის წინააღმდეგ არის ეს სანქციები განხორციელებული. ამიტომ ეს უკიდურესად უარყოფითი არის საქართველოს განვითარებისთვის და არაფერი რა თქმა უნდა დადებითია სანქციებში არ შეიძლება არსებობდეს. ყველაფერი ერთად ნახეთ, სანქციები, არაღიარებული ხელისუფლება ეს იმდენად ზღუდავს, იმდენად გვივიწროებს ყველა კარს ევროპული განზომილებისკენ, რომ პრაქტიკულად ქვეყანა რჩება იზოლირებული, მოწყვეტილი ევროპულ სივრცეს და შესაბამისად განსაკუთრებით სანქციებზე გავაკეთებ ხა აქცენტს, ვინმე შეიძლება დაასახელოს ქვეყანა, რომელიც არის მისი პოლიტიკური ესტაბლიშმენტი საქცირებული, პრემიერ-მინისტრი, მინისტრები, პარლამენტის წევრები და ის რაიმე წარმატებას მიაღწევს ან საგარეო პოლიტიკურ განზომილებაში, ან საშინაო, თქვათ, განვითარებაში. დღევანდელ შეხვედრაზე წარადგინეს ასევე პრეზენტაცია, სადაც იყო ორი მოცემულობა. ერთი იმ შემთხვევაში, თუ დარჩება ქართული ოცნება ეგრეთ წოდებულ ხელისუფლებად, რა პრობლემები შეექმნება ჩვენს ქვეყანას, როგორც ეკონომიკური მიმართულებით, ისევე ფინანსებთან დაკავშირებითაც და ვითარება ნამდვილად არის საგანგაშო და როგორც სპეციალისტები აცხადებენ და დღევანდელ შეხვედრაზეც ნათლად გამოჩნდა, ქვეყნის ეკონომიკური ზრდა იმდენად არის დაწეული, როგორც ეს იყო მაგალითად პანდემიის დროს. მეორე პრეზენტაცია კი შეეხებოდა იმას, თუ ქვეყანაში ჩაინიშნება ხელახალი არჩევნები და საქართველოს იქნება ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრირებული, რამდენად დიდი იქნება სარგებელი ქვეყნის ეკონომიკისათვის. დღეს 2400-ზე მეტი ბიზნესმენი ესწრებოდა ამ შეხვედრას, ის კომპანიები, რომლებაც ხელი მოაწერეს საერთო განცხადებას, რომლის მიხედვითაც ისინი ითხოვენ ხელახალ არჩევნებს და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას, ასევე დღევანდელ შეხვედრაზე ორგანიზატორებმა მოიწვიეს ის ბიზნესმენები, ის კომპანიები, რომლებიც არ უერთდებიან ამ განცხადებას და რომლებსაც ხელი არ აქვთ მოწერილი ამ განცხადებაზე, თუმცა ჩვენ აქ ვერ ვნახეთ ამ ბიზნესების წარმომადგენლები, მათ შორის ვერ ვნახეთ ფხაკაძე ვისულ ჯგუფის დამფუძნებელი, რომელიც გახლავთ ქართულ ოცნებასთან დაკავშირებული და დაახლოებული ბიზნესმენი და აქვე ცნობისთვის უნდა შევახსენოთ საზოგადოებას, ის კომპანია, ფხაკაძის კომპანიები არ შეუერთდნენ საყოველთაო გაფიცვას, რომელიც 15 იანვარს 15 საათზე მთელი ქვეყნის მასშტაბით იყო დაგეგმილი, თუმცა ამ კომპანიის თანამშრომლებმა მიიღეს თავად დამოუკიდებელი გადაწყვეტილება და ისინი შეუერთდნენ საყოველთაო გაფიცვას.